ქედის სათემო რადიო, შენი ამბავი, ჩვენი ეთერი. აქ ქედა ლაპარაკობს, შენ უსმენ ქედის ხმას. მივესალმები ქედის რადიო მსმენელებს, მე გახლავართ მადონა ფალავანდიშვილი, სათემო რადიო ქედის ხმის წამყვანი. დღეს ცოტა განსხვავებულ ფორმატში გვიწევს გადაცემის ჩაწერა. დღეს მინდა ძალიან საინტერესო ადამიანი გაგაცნოთ, მაკა გოგუაძე, რომელსაც ფესვები და ზოგადად მისი ცხოვრება დაკავშირებული იყო და არის ქედასთან, თუმცა ქედიდან მან საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია მისმა ოჯახმაც ევროპაშიც და საქართველოშიც. მოკლედ მინდა რომ მაკა გოგუაძე გაგაცნოთ. ნებართვა აღებული მაქვს ამ გადაცემის ჩაწერაზე. შესაბამისად ამ ხრივ პრობლემა არ არის და მაკა მოგესალმები. მიხარია რომ შევხვდით ამდენი წლის შემდეგ ვირტუალურ სივრცეში და შენ სურვილსაც ვითვალისწინებ და ვიდეო თვალში ჩართვა რომ არ გინდა, ეგეც არ არის პრობლემა. მთავარია შენი ხმა გაგვაგონო რადიოს ფორმატში. მოგესალმებით, მადონა, მივესალმები შენს მსმენელებს. მადლობა მოწვევისთვის პირიქით. და ვიმედოვნებ, რომ საინტერესო ინტერვიუ გამოგვივა. მეც მჯერა რომ საინტერესო გადაცემა გამოგვივა, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ ევროპის გამოცდილებაზეც და ქართულ ენერგიაზეც, რომელმაც შენ შესაძლებლობა მოგცა რომ შენი საქმე დაგეწყო. აი ჩვენი გადაცემა რომ დავიწყოთ ასე, ვინ ხარ რომ გაგვეცნო, უფრო ფართო აუდიტორიას რომ გავაცნოთ შენი თავი, რა კავშირი გაქვს ქედასთან და მე ეტაპობრივად გადავალ სხვადასხვა თემებზე და საკითხებზე. კი ბატონო. ესე იგი, მე ვარ მაკა 25 წლის. ქედასთან ალბათ ის რაც ყველა ქედას აკავშირებს, აქ დავიბადე, გავიზარდე. სკოლაში ჩვენ სოფელში ვსწავლობდი, კოლოტაურის სოფელში და შემდეგ გადმოვედი 1 მაისის საჯარო სკოლაში. შემდეგ შუალედში გქონდა ქედასთან შეხება, რა თქმა უნდა, პროექტებით, შენთანაც გახსოვს ალბათ რაღაცებით ვიყავით კავშირში. მე უკვე უნივერსიტეტიდან ბათუმში და ესე საზღვრებს და საქართველოს მასშტაბით ვარ. ძალიან მიხარია რომ ჩვენი თავით ახსენე, იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზაცია მსმენელებმა იციან რომ 2014-15 წლიდან მოყოლებული დღემდე ქედასში აქტიურად მუშაობს და მუშაობთ არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით. ერთ-ერთი მაგალითი შენ ხარ რომ ჩვენ ამდენი ხნიანი ურთიერთობა და კავშირი გქონდა. ეხლა შემდეგ საკითხზე რომ გადავიდეთ, ცოტა სენსიტიურიც არის, მაგრამ ისე გაკვრით რომ ვისაუბროთ ევროპასთან, კონკრეტულად ავსტრიასთან, რა კავშირი გაქვთ თქვენს ოჯახს, რა გამოცდილება გქონდათ ეგ რომ მომიყვე, მოკლედ და მერე კიდე სხვა თემებზე გადავიდეთ. ჩვენი ოჯახის ურთიერთობა ავსტრიასთან ესე დადებითად არ დაწყებულა, რა თქმა უნდა. ჩემი ძმის ჯანმრთელობის პრობლემის გამო მოუწიათ მამაჩემს და ჩემ ძმას იქით გადასვლა. 2015 წელს საკმაოდ რთული დაავადება დაუდგინა ჩემ ძმას და გადავწყვიტეთ რომ ავსტრიაში წასულიყვნენ სამკურნალოდ. უკეთესი შედეგის მისაღებად, რა თქმა უნდა, და რა ვიცი, ავსტრიის მადლიერები ვართ მთელი ოჯახი. ისე დაიწყო 2015 წლიდან დღემდე გრძელდება ავსტრიის და ჩვენი ურთიერთობა, ისე ვთქვი. ჭიდრო ურთიერთობა და ნათელი შედეგებით, რაც მთავარი. კი ბატონო. მიხარია რომ მადლიერებით ხარ ახსავსე და ევროპას ასე და ევროპის ქვეყნებს ასე ახსენებ. მე როგორც ვიცი, შენ არ ცხოვრობ ევროპაში, კონკრეტულად ავსტრიაში, მაგრამ რაღაცა გამოცდილებებს ფლობ. ჩადიხარ ხოლმე იქაურ ტურიზმის სექტორს ეცნობი და ასე შემდეგ და ესეც რომ მოგვიყვე. კი, ანუ ავსტრიაში მე არ ვცხოვრობ პირადად, უბრალოდ ჩვენები რო იქით არიან, ჩვენ ჩავდივართ ხოლმე. ახლა წელს მაგალითად ზაფხულში ვიყავით 3 თვით. იქ ისინი ტურიზმის განხრით არიან, მუშაობენ ქართულ ტურისტებზე. ეხა იქაც დააფუძნეს კომპანია გოგიტური. გოგიტას საპატივცემულოდ, ესე ვთქვათ, ქართულ ტურისტებს ხვდებიან აეროპორტში ტრანსფერებს აკეთებენ და ეს ასევე ყველაზე მოთხოვნადი ტური რაც აქვთ ჰალშტატი, ზალცბურგის. ჰალშტატი კი გეცოდნებათ თქვენს. კი, არა. აქედან საფუძვლად ჩანს ყველაფერი და მოვინახულობ. აქედან არა, რეალურადაც ეგეთია. შეგეკითხებით ხო? ჯერა რომ ასე იქნება. და გარდა იმისა, რომ შენმა ოჯახმა იქ შექმნა ტურისტული კომპანია, ვიცი რომ აქაც
შენც დაიწყე იგივე საქმიანობა და საიდან მოგივიდა იდეა? არც არის გასაკვირი რომ იდეა მოგივიდოთ, მაგრამ როგორ დაიწყე საქმე, რა გამოცდილება გქონდა მანამდე? ამაზე რომ მესაუბრო. ეს არის ჩემთვის ახალი გამოწვევა, იდეა კი არის უკვე წლებია წიფდება ესე ვთქვათ და არის იდეათ, მაგრამ უკვე წელს და ამ ბოლო პერიოდში განვახორციელეთ ტურისტული კომპანია შეპესე Travel-Key დავარეგისტრირეთ ეხლა ხანს. ოღონდ იქ რომ თავაზობთ მხოლოდ ვენაში ტურისტებს ტრანსფერებს და ტურებს ეხლა უკვე საქართველოსთან ნებისმიერი მიმართულებით შეგვიძლია რომ დავუგეგმოთ ტურები როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური, ან უბრალოდ ავიაბილეთების გარდა ვენის ტურისა, ანუ ჩვენები იქ ვენის ტურებს ხოლმე თავაზობენ და ჰალშტატის ზალცბურგის. ეხლა ჩვენ უკვე შეგვიძლია შეპესე, რომელსაც დავარეგისტრეთ, შეპესე Travel-Key, რომელიც დავარეგისტრეთ საქართველოში, სრული მომსახურება შევთავაზოთ მომხმარებლებს, როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური ტურები საზღვარგარეთ, ასევე სასტუმროების ან უბრალოდ ბილეთების შეძენაში დახმარება, დაზღვევის გაკეთება და ნებისმიერ ყველა ის პროცედურა, რასაც თავაზობს ტურისტული კომპანია. შეგვიძლია უკვე საქართველოსთან მივაწოდოთ. ეხლა ჩვენი გამოცდილება ზოგადად ამ ბაზარს რომ გადავავლოთ თვალი, საკმაოდ რთული არის ტურისტულ კომპანიებს ენდო. და ჩემი აზრით ეს გადაცემაც იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამ თვალსაზრისით, რომ შენი კომპანია ნამდვილად სანდოა, იმიტომ რომ იქ შენები გყავს ძმა და მამა, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, აქ შენ ხარ სანდო ადამიანი და რაც ვინც გვისმენს, ვურჩევ რომ შენს კომპანიას აუცილებლად მომართონ სხვადასხვა ტურების დაგეგმვის დროს, იმიტომ რომ შენს დამეთანხმები როგორ არასანდო ბაზარი არის ამ მიმართულებით და მნიშვნელოვანია სანდო ტურისტული კომპანიის პოვნა. ამიტომ წარმატებებს გისურვებ და მჯერა რომ კარგ საქმეს გააკეთებ ქართველი ტურისტებისთვის და კლიენტები ვინც გეყოლებათ. თუ გქონიათ აქამდე ტურები განხორციელეთ თუ არა, გამოცდილება თუ გაქვთ უკვე დაგროვილი? პირველ რიგში მადლობა ნდობისთვის და რეკომენდაციისთვის. ჯერჯერობით, ანუ ეხლა გვაქვს პირველი ტური სიმბოლურად ავსტრიაში, ჯგუფური ტური. ისე კი რაღაც, ანუ გაიყიდა უკვე ინდივიდუალური ტურების ეს პაკეტები, მაგრამ ჯგუფური ტური გაკეთდება ვენაში ეხლა 10-14-ში მივდივართ, თან ის იქნება პირველი გასვლითი ჯგუფური ტური. შესაბამისად, აქამდე გამოცდილება როგორც ესეთი საქართველოსთან არა, უბრალოდ იქ რახან გავაკეთეთ იქაც კომპანია, იქედან უკვე გეგმავდით ქართველებზე ავსტრიის ჯგუფურ ტურებს, ვენა, ჰალშტატი, ზალცბურგის ტურები. ასევე ბრატისლავა, ბუდაპეშტი, პრაღას ტურები, ოღონდ ეს იყო მანქანის ტურები, ეხლა აქ უკვე ჩვენ შეგვიძლია პაკეტის შეთავაზება და ტურისტულ ბაზარს რაც შეეხება, მართლა ძალიან ცუდი სიტუაციაა, ესე ვთქვათ, ნდობის სამბავში, იმიტომ რომ უკვე მე რამდენი კომპანია გამოაშკარავდა, ესე ვთქვათ, უარყოფითი კონტექსტით, სამწუხაროდ მართალია, თან ეხლა ჩვენი კომპანია არის ახალი, როგორც ასეთი სოციალური ქსელითაც რომ შეამოწმოს მარტივია ძალიან, მაგრამ ნდობის ამბავი იმიდან გამომდინარე, რომ მამა ჩემი და ჩემი ძმა უკვე წლები ამ სფეროში არიან და მართლა სანდო მამაშვილის სტატუსით სარგებლობენ, ეგ ერთი პრიორიტეტია ჩემთვისაც და არასდროს არ იქნება ჩვენი მხრიდან ყოველ შემთხვევაში რაიმე ისეთი რომ ვიღაცის ნდობის ფაქტორი არ ქონდეს ჩვენს მიმართ, მაგრამ მაინც ეს არის იმ გაშავებული ბაზრის ამბავი, რაც სამწუხაროდ ხდება დღეს ჩვენს რეალობაში. ჩვენ პირდებით ნამდვილად კომფორტულ და სანდო ტურებს ჩვენს მომხმარებლებს და იმედია რომ გვეყოლება ძალიან ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება ამ მხრიდან. ჯერა მაგისაც და ასევე ჩვენი მხრიდან ახლა ჩვენი სამეგობრო ამ ორგანიზაციის თანამშრომლები ხშირად არ მაგრამ გეგმავთ სხვადასხვა ტურებს ისევ ჩვენით და აცი ისევ კედელს მოგგავთ და თქვენი დახმარებით დავგეგმავთ საინტერესო ტურები თქვენს გამოცდილებით მიკულეთ. ეხლა მაინტერესებს ეს ბიზნესი შენი ცხოვრების ახალი ეტაპია ალბათ და მეთანხმები თუ როგორ არის ამ მიმართულებით სიტუაცია? ეს ნამდვილად ახალია ყველანაირად, მაგრამ ანუ მხოლოდ ჩემი არ არის, ეს არის ოჯახის წამოწყება.
და ყველა მხარში გვიდგას ვისაც ვიცნობთ ამ ხრიდან და ვისაც შეუძლია რაღაცით დაგვეხმაროს, რჩევები მოგცეს, უკეთესები გავხდეთ. და მართლა ძალიან აქედანაც მინდა რომ მადლობა გადაუხადო იმ ხალხს, ვინც ესე ხარში გვიდგას და გვეხმარება, იმიტომ რომ მართლა რთულია ესე არსაიდან რაღაც იდეის განხორციელება ისე რომ არ გქონდეს ჩავარდნები და არ იყოს ვინმე შენ თუ კმაყოფილო. ამიტომ ახალი წამოწყება, მაინც ახალი ცხოვრების გზა არის და რთულია, მაგრამ მაინც ჩემი აზრით გამოვა. იმიტომ რომ სურვილი გვაქვს ძალიან დიდი. მთელი ოჯახი ხართ ჩართული და მხარდამჭერებიც გყავთ. დიდი არმია იქნება მხარდამჭერებისა. იგრძნობა უკვე. აი რომ მითხრა ამ ბიზნესის თქვენი აზრით რა არის ყველაზე გამორჩეული მხარე, რითიც განსხვავდებით? ერთია რომ დობის ფაქტორი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდე რა გამოგარჩევთ სხვებისგან? რთულია ხა სხვისი მითი ლაპარაკო. უბრალოდ მაინც ჩემი აზრით ისევე ეგ არის რომ გვენდობიან და ასევე ცოტა ის გამოცდილება რაც მათ ამდენი ხნის განმავლობაში დაუგროვდა და რასაც მეც მიზიარებენ იქ ყოფნის პერიოდში, ანუ ის დეტალები რასაც ახლა ერთია რომ ვიღაცას რამოდენიმე გამოცდილებით ურჩევ რომ აი აქ მიხვალთ ამას ნახავთ, აი ეს არ უკეთესია და მეორე იქ რომ წლები აი თითქმის 10 წელი გავიდა რაც ავსტრიაში ცხოვრობენ ჩვენები და ძალიან ხუთი თითივით იცნობენ ამ ქალაქსაც და ავსტრიის ესე ვთქვათ ხასიათსაც და ჩემი აზრით ეგ არის რომ უფრო მეტად კომპეტენტურები ვიქნებით, არავის არ ვაკრინებ პირიქით, ჩვენ ახლა მithuetes დამწყებები ვართ. უბრალოდ უფრო მეტი რეკომენდაციის გაწევა შეგვიძლია და უფრო მარტივ და კომფორტულ მოგზაურობას ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს. ხო, აბსოლუტურად გეთანხმები, იმიტომ რომ იქ რომ ცხოვრობ, სხვა პრაქტიკული გამოცდილება გაქვს და შენი არ იყოს ხუთი თითივით იცი, თითოეული კენჭი იცი, სად რა გდია და როგორ არის. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია ეგ გამოცდილების გაზიარება და სწორი, თქვათ, ტურების დაგეგმვა. აი შენზე რომ გვითხრა, სად ხედავ თავს? რჩები საქართველოში თუ ევროპაში მიგიწევს გული? ან ის იქნებ ევროპაში გაერთიანებულ საქართველოში რჩები და აი ამაზე რომ გითხრა. აი ეს მესამე იდეა განსაკუთრებით მოგწონს. ყველაზე მოგწონს. ეხა ამ ეტაპზე რომ თქვა რომ ევროპაში უნდა გადავიდე და იქ ხედავ საკუთარ თავს თქო, ძალიან უსამართლო იქნება საკუთარი თავის მიმართ, იმიტომ რომ ეხა დავიწყეთ აქ ბიზნესი და ეხა ვიკიდებთ ფეხს, შესაბამისად ეს ასე მარტივად მიტოვებას არ ვაპირებთ, არც მე არ ვაპირებ. შესაბამისად, ჯერჯერობით საქართველოში ვხედავ საკუთარ თავს და მინდა რომ ბოლომდე აქ ვხედავდე, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, იმედია მოგვეცემა საშუალება რომ ბოლომდე რეალიზდეთ ისე როგორც საჭიროა და როგორც გვინდა და უკეთესიც იქნება რა თქმა უნდა რომ აი საქართველოს უკვე საკმაოდ ბევრი ემიგრანტი ყავს და აღარ ჭირდება ნამდვილად ქვეყნიდან ვინმეს გაშვება. კი ბატონო. ხო, აქ მოიკიდო ფეხი და შენებმა იქ არსებულ გამოცდილებაზე მართლა ძალიან მაგარი ბიზნესი აწყოთ. კარგი გამოცდილებებით, ნდობით, აღჭურვილი და ასე შემდეგ. კარგი გადაწყვეტილებაა და წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა. რომ გაგვიზიარე შენი გამოცდილება, შენი მიზნები, სამომავლო გეგმები და ზოგადად შენი ოჯახის დამოკიდებულება და შენი დამოკიდებულება ამ საქმის მიმართაც, ევროპის მიმართაც და ასე შემდეგ. ნუ შეიძლება და კიდე ბევრი საუბარი ვთქვათ ჯანდაცვის სისტემაზე, ან რაღაც მსგავს თემებზე, თუმცა ამ ეტაპზე გამომდინარე იქიდან რომ ეს არის ცოტა სენსიტიური თემა, რაღაცა ისეთი, რაც ემოციებს იწვევს და აღვიძებს, ამიტომ მოდი დღეს თავი შევიკავოთ. კი ბატონო, საქართველოში რომ დაბრუნდებიან შენები, ძმა და მამა, ეს რადიო ისევ იქნება აქ და მინდა რომ შენების ხმა გავაჟღერო ქედის რადიოში და ამის საშუალება მჯერა რომ მომეცემა. აუცილებლად ვიშავმდგომლებ თქვენთან თუ საჭიროც იქნება. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ და მადლობაში. ვფიქრობ რომ შენაირი ახალგაზრდები ბევრი უნდა იყვნენ, რომ კარგი ძალიან დიდი მადლობა საქართველოშიც და ევროპაშიც. მადლობა ძალიან დიდი. სათემო რადიო ქედის ხმაში ევროპული ამბების დროა. დღეს უნდა გესაუბროთ ავსტრიის ჯანდაცვის სისტემაზე. იმიტომ რომ ავსტრიამ როგორც სახელმწიფომ
ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართველი პაციენტების გადარჩენაში, გამოჯანმრთელებაში და ასე შემდეგ. ავსტრიის ჯანდაცვის სისტემა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უნივერსალურად ხელმისაწვდომ და ხარისხიან მოდელად ევროპაში. ქვეყანა იყენებს ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის მოდელს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი მოქალაქე ავსტრიაში მცხოვრები ადამიანი ვალდებულია თანხა გადაიხადოს ჯანმრთელობის დაზღვევაში თავისი შემოსავლების პროპორციულად. ვინცაც მეტი შემოსავალი აქვს, მეტ სიხდის, ვისაც ნაკლები, ნაკლებს. თუმცა ეს სადაზღვევო სისტემა დაფუძნებული არის სოლიდარობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ თქვათ რომელიმე ავსტრიელს არ დასჭირდა ამ მომსახურების მიღება ჯანდაცვის სფეროში, ის არც არაფერს არ ამბობს, უბრალოდ თანხას იხდის და იმ ადამიანს, ვისაც სჭირდება ნამდვილად ამ მომსახურების მიღება, ის ადამიანი გამოიყენებს. მართვა, რაც შეეხება ამ სისტემის მართვას, ფედერალურ და რეგიონულ დონეზე არის გადანაწილებული. ჯანდაცვის სისტემის პოლიტიკას და ზედამხედველობას ფედერალური სამინისტრო ახორციელებს, ხოლო სერვისების მიწოდებას ცენტრალური ან სოციალური დაზღვევის ფონდები ან ჯანდაცვის პროვაიდერები ახორციელებენ. 2020 წელს ავსტრიაში ჯანდაცვის საკმაოდ ისეთი ფართო რეფორმა გატარდა და შეერთდა 9 რეგიონული ფონდი ერთ დიდ ფონდად. მე ხა ზუსტ ავსტრიულ დასახელებას ვერ ვიტყვი, თუმცა ამ ფონდში 99 მოსახლეობის 99% არის გაერთიანებული. ეს სისტემა მუშაობს შემდეგნაირად, რომ მოსახლეობის 45, ანუ ამ ფონდში შენატანების 45% არის მოსახლეობიდან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 25% ფინანსდება, ხოლო ის დამსაქმებლები, რომლებიც ავსტრიის დასაქმების ბაზარზე არიან, მათი შენატანები განისაზღვრება 30%-მდე. ანუ მთლიანი ამ ფონდის შენატანებიდან ასე არის პროცენტობა გადანაწილებული. და დაზღვეულს აქვს სამართლებრივი უფლება, რომ მიიღოს სხვადასხვა ტიპის მომსახურებები, აუცილებელი და ადეკვატური, რაც მას ნამდვილად სჭირდება. ყავდეს თქვათ ოჯახის ექიმი, რაც ავსტრიაში ზოგადი პრაქტიკის ექიმად არის წოდებული, მიიღოს ამბულატორიული სპეციალისტების კონსულტაცია, დიაგნოსტიკა, ლაბორატორიული მომსახურებები და ასე შემდეგ. საინტერესო არის აგრეთვე ავსტრიაში როგორ მუშაობს თქვათ ანალიზების პასუხების მიღება, როგორ არის და ასე შემდეგ. თურმე ავსტრიაში ჰქონიათ ეგრეთ წოდებული ელექტრონული ბარათი, ელგა, რომელიც უზრუნველყოფს გამოკვლევების შედეგების, მედიკამენტების, ამბულატორიული და სხვა სტაციონარული დოკუმენტების გაცვლას. ასეთი ბარათები აქვთ ავსტრიის მოქალაქეებს და შესაბამისად, რაიმე კვლევა რომ ჩატარდება, მათ სულაც არ სჭირდებათ ამა თუ იმ საავადმყოფოში მისვლა, პასუხების გამოთხოვა, მერე ექიმზე ჩვენება და ასე შემდეგ. გაციფრულებული არის, ასე რომ ვთქვათ, ეს სისტემა გაციფრულებულია, ციფრულად არის აწყობილი და შესაბამისად ამ ბარათებით ღებულობენ ინფორმაციას, რა მედიკამენტები სჭირდებათ, ანალიზებმა რა პასუხები აჩვენა და ასე შემდეგ. და ასევე აქვს დანერგილი რეცეპტების ელექტრონული სისტემაც. ეხლა რომ წარმოვიდგინოთ ავსტრიის ჯანმრთელობის სისტემა 3 რგოლს მოიცავს. პირველი რგოლი არის ეს ოჯახის ექიმები, ანუ ზოგადი პრაქტიკის სპეციალისტები და ავსტრიელებს შეუძლიათ რომ პირდაპირ აი ამ სპეციალისტებს მიმართონ. თუმცა უფრო იზრდება წილი იმ რეგიონებისა, სადაც საჭირო არის ზოგადი პრაქტიკის ექიმთან მიმართვა პირველ ეტაპზე. მეორად რგოლს რაც შეეხება, მეორად რგოლში უკვე არიან სპეციალიზებული ამბულატორიული სერვისები და მცირე საავადმყოფოები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მუნიციპალიტეტების ან კერძო ორგანიზაციების მართვაშია. ხოლო მესამე უფრო მაღალ საფეხურზე და უფრო ფართო სპექტრს მოიცავს, ეს არის მესამე რგოლი საუნივერსიტეტო კლინიკები და სპეციალიზებული ცენტრები, რომლებიც მაღალტექნოლოგიური დანადგარებით უზრუნველყოფენ დიაგნოსტიკას და მკურნალობას.
ავსტრიაში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ აგრეთვე პრევენციას, ბავშვთა იმუნიზაციას და ქრონიკული დაავადებების მენეჯმენტს და ახორციელებენ მრავალწლოვან ჯანდაცვის პროგრამებს ჯანმრთელად დაბერებისთვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის და ასე შემდეგ. და უნდა აღინიშნოს, რომ ავსტრიის მთლიანი შიდა პროდუქტის 11% სწორედ ჯანდაცვაზე იხარჯება და ეს ევროპის მასშტაბით საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. საინტერესო არის აგრეთვე ცხოვრების სიცოცხლის ხანგრძლივობა ავსტრიაში როგორ არის და რომ ეს მაჩვენებლები ვნახე საკმაოდ გაოცებული დავრჩი, იმიტომ რომ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 82.5 წელია. ქალები მათ შორის 84 წელი დაახლოებით ცოცხლობენ, ხოლო კაცები 80 წელი. ასევე საინტერესო არის უნივერსიტეტები, რომლებიც ავსტრიაში მოქმედებს ჯანდაცვის მიმართულებით. ასეთი უმაღლესი სასწავლებლები არის ვენაში, გრაცში და ინსბრუკში, სამედიცინო უნივერსიტეტები. ბოლო პერიოდში დაემატა ლიცის უნივერსიტეტი. ეს 4 უნივერსიტეტი არის საჯარო, ხოლო უახლოესი პერიოდის უნივერსიტეტი არის პარაცელსიუსის უნივერსიტეტი ზალცბურგში, რომელიც კერძო უნივერსიტეტად ითვლება. რაც შეეხება ახლა უნივერსიტეტებში სწავლას, საკმაოდ ვრცელ და ხანგრძლივ პერიოდზე არის გათვლილი სწავლა. პირველ ეტაპზე 6 წლიანი სწავლების პროცესი არის, რომელიც მოიცავს ინტეგრირებულ თეორიულ, პრაქტიკულ, კვლევით კომპონენტებს. ამის შემდეგ არის 33 თვიანი სწავლება, არის ასევე 63 თვიანი, ანუ სხვადასხვა სპეციალობებში, რომ დახელოვნდნენ ეს სტუდენტები. საინტერესო არის აგრეთვე ისიც, რომ აი ეს სტუდენტები, ვინც დაამთავრებს ამ უნივერსიტეტებს, როგორ ხდება ზოგადად განათლების ხარისხის შემოწმება სამედიცინო მიმართულებით. ავსტრიაში ეს საკმაოდ მკაცრად კონტროლდება და ამისთვის არის სპეციალურად შექმნილი ავსტრიის უნივერსიტეტების საბჭო და ფედერალური ჯანდაცვის სამინისტრო. საერთო სურათი, რომ დავინახოთ, აი ამ ავსტრიის ჯანდაცვის სისტემაზე, დასკვნა არის ასეთი, რომ სახელმწიფოს მოქალაქეების და დამსაქმებლების თანაბარი თანამონაწილეობით შეიქმნა ისეთი ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემა, რომელიც მდგრად მომსახურებას უზრუნველყოფს. და სამედიცინო განათლება და ზოგადად ეს სისტემა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ინოვაციური არის, რაც ქვეყნის წარმატების წინსვლის და განვითარების თვალსაზრისით მაღალ საფეხურზე ყოფნას მიუთითებს.